მიხაილ ფედოროვმა ღიად მოუწოდა ვლადიმირ ზელენსკის აგოს პასუხი კორუფციაზე და პატიოსთან დუპასუხოს. მართლა არაფერი იცოდა თუ არა ზელენსკიმ კორუფციის შესახებ თავის უახლოეს გარემოცვაში. პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს მისი ზურგს უკან ომის სამინისტრო სურდა შეექმნა და ფაქტობრივად არმიის სარდლობა დაეკავებინა მთავარსადლის ჩამოშორებით. და კიდევ რომ ფედოროვმა ის მოატყუა და შეარწყვინა ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო ღია დაპირისპირება პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ მიხაილ ფედოროვს შორის. და უკვე აშკარაა, რომ ეს დაპირისპირება სწორედ პოლიტიკურ სიფრთხეში გადადის. გარდა ამისა, ფედოროვმა დღეს პირველად უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრას და მისი პასუხი გაგაოცებთ. მოდით ახლა განვიხილოთ ამ დაპირისპირების ბოლო დეტალები და ის განცხადებები, რომელიც ფედოროვისა და ზელენსკისგან გაისმა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. თუ გსურთ, ხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას და გამოშვების ბოლოს მიხვდებით, რომ გსურთ დამოუკიდებელი არხის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან შეგიძლიათ გახდეთ სპონსორი YouTube-ზე. ასევე შეგიძლიათ დააჭიროთ სპონსორობის რილაქს ამ გამოშვების ქვემოთ, მაგრამ ეს უკვე მაშინ, როცა ნახავთ გამოშვებას. ასე რომ უკრაინის გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი მისცა ინტერვიუ BBC-ს, სადაც განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უნდა დაკითხონ კორუფციაზე მის მთავრობაში და უახლოეს გარემოცვაში და არა უბრალოდ დაუჯერონ სიტყვაზე. შემდეგ BBC-ს ციტატა. მიხაილ ფედოროვი, პოპულარული მინისტრი, რომელმაც არმია განაახლა და გახდა პიონერი უპილოტო აპარატების გამოყენებაში ომში. განაცხადა, რომ გასულ კვირას გამოცხადებული გამოძიება ფულის გათეთრების საქმეზე ნიშნავს, რომ ზელენსკის უნდა კითხონ, იცოდა თუ არა პოტენციური კორუფციის შესახებ მის უახლოეს გარემოცვაში. თუმცა მან განაცხადა, რომ თავად არ უნახავს პრეზიდენტი რაიმე კორუფციაში ჩართული. ჩვენი ერთობლივი მუშაობის განმავლობაში მე არასდროს მიმიღია მისგან დავალება ან მითითება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონს ან ჩემს პატიოსნების პრინციპებს, განაცხადა ფედოროვმა. და ყოფილი მინისტრი კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ, რამდენიმე დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ის ომის დროს კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებდა. ყველა განხორციელების პრობლემის მიუხედავად, ფედოროვმა განაცხადა, რომ მას აქვს მორალური უფლება, სულ მცირე, დაიწყოს საუბარი არჩევნებზე. შემდეგ მისი ციტატა. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამის განხილვის. სწორედ ამაში მდგომარეობს დემოკრატიის არსი. თუ მე არ შემიძლია გაუზიაროთ ჩემი იდეები და ღიად ვისაუბრო მათზე ჩემს საკუთარ საზოგადოებასთან, მაშინ რისთვის ვიბრძვით? თუ არჩევნები არასდროს ჩატარდება, ჩვენ დემოკრატია აღარ ვიქნებით. და ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი აზრით ომის დროს არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე უკრაინისთვის ძალიან საშიში იქნებოდა. შემდეგ მისი ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ომის პირობებში არჩევნები უზარმაზარ რისკს წარმოადგენს. არჩევნები ახლა არის ცუნამი ქვეყნისთვის, რომელიც უკრაინას გახლიჩავს. ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ არჩევნები არ ტარდება, რადგან პარტნიორები, რომლებიც ამის მოთხოვნას მას უყენებდნენ, არ მოუფიქრებიათ და არ შეუთავაზებიათ პირადად მისთვის, როგორ ჩატარდეს ეს არჩევნები და როგორ იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. ეს ცოტა უცნაურად ჟრევს. თითქოს სწორედ პარტნიორებს სჭირდებათ ეს არჩევნები და თითქოს ისინი და არა უკრაინის ხელისუფლება უნდა ფიქრობდნენ, როგორ ჩატარდეს ეს არჩევნები. ანუ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამბობს: "დიახ, პარტნიორები ჩვენგან არჩევნებს ითხოვდნენ. მე ვათ უთხარი. კარგი, გინდათ არჩევნები? მომაწოდეთ ყველა პირობა. მოიფიქრეთ, როგორ გავაკეთოთ ეს." და როცა მათ თქვეს, რომ არ აქვს წინადადებები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: "მაშინ არჩევნებიც არ იქნება." მაგრამ კორუფციის საკითხს რომ დაუბრუნდეთ, შეგახსენეთ, რომ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრაია სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნაბუსა და საფის მიერ გამოძიების ქვეშ მოხვდა. ფორესტ გამპის სახელწოდებით 2026 წლის 19 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას წაუყენეს ბრალდება 150 მილიონი გრივნის ლეგალიზაციაში, რომელიც გამოყენებული იყო ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან გალუშენკოს გირაოსთვის. ასევე უძრავი ქონების რეიდერულ დაპატრონებაში მონაწილეობაში. გამოძიების მონაცემებით, მუდრაია სხვა ფიგურანტებთან ერთად, მათ შორის ვადიმ სტოლართან და მაქსიმ მაკიტოსთან, ეხმარებოდა თანხების ლეგალიზებაში გირაოს გადასახდელად გალუშენკოსთვის. გალუშენკო
ბრალდებულებს ასევე ედებათ ბრალად კომერციული უძრავი ქონებისა და ბიზნესის უკანონო მითვისება კიევში, რომლის ღირებულება 258 მილიონ გრინაზე მეტია. ანტიკორუფციონერებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანწერები, რომლებშიც მუდრაია ციტირებს პრეზიდენტის ოფისის მაღალი თანამდებობის პირის რჩევას. კორუფცია არ აღმოფხრან, არამედ სისტემაში მოაქციონ და აკონტროლონ ის. და აი მიხაილ ფედოროვმა პირველად პირდაპირ განაცხადა, რომ ჩნდება კითხვები პირადად პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, მისი უახლოესი გარემოცვის პოტენციური კორუფციის შესახებ. ციტატა: "დაე, თავად უპასუხოს ამ კითხვას. მე ვფიქრობ, რომ ის მზად არის ასეთ კითხვებზე. მისი ვალდებულებაა ყველას გვითხრას, იცოდა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ." არ მინდა რაიმე ვარაუდი გამოთქვა. და ზელენსკიმ უპასუხა, მან განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პირადად მის მიმართ არანაირი კითხვა არ აქვთ და მისი თქმით, მათ შესანიშნავად ესმით, რომ ის პირადად კორუფციულ ქმედებებში არ მონაწილეობს. რაც შეეხება მუდროის, ზელენსკი ამბობს, რომ არაფერი იცოდა, ხოლო როგორც კი გაიგო, იმავე დღეს გაათავისუფლა. შემდეგ ზელენსკის ციტატა: "იმის რაც იქ გაჟღერდა, მე ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და კიდევ ერთი ადამიანი დეპარტამენტში გათავისუფლდნენ. თუ დამატებით ინფორმაცია გამოჩნდება, დამატებით ინფორმაციაზეც ვიმოქმედებთ." ზელენსკის პასუხის მთელი არსი ერთ მარტივ ფრაზამდე არის: "მე არაფერი ვიცოდი, არ ვარ დამნაშავე და როცა გავიგე, მაშინვე ადამიანები გავათავისუფლე." ფედოროვმა კი განაცხადა, რომ თავდაცვის შესყიდვების სფეროში კორუფციის ელემენტები აღმოფხრა, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს მაინც უარყოფითად აისახება უკრაინის საბრძოლო უნარიანობასა და უკრაინელებს. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი და არ აქვს მტკიცებულება პრეზიდენტის პირადი კორუფციული საქმიანობის შესახებ. ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს ომის წარმოების ახალი მეთოდების დანერგვას და დაადასტურა ვიზიტი შეერთებულ შტატებში, უახლოეს კვირებში, სადაც იმედოვნებს შეხვდეს ილონ მასკს. ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკიმ სხვათა შორის განაცხადა, რომ თითქოს მიხეილ ფედოროვმა შეიყვანა იგი შეცდომაში, როდესაც უთხრა, რომ ილონ მასკი უკვე მზად იყო დაეშვა სტარლინკის სისტემების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ როდესაც ზელენსკიმ ამაზე ტრამპს კითხა, აღმოჩნდა, რომ მასკს ესეთი ნებართვა არ მიუცია და ზელენსკის იმ მომენტში შერწყვა, რომ შეცდომას შეიყვანეს. ზელენსკიმ ცალკე ისიც თქვა, რომ თითქოს მიხეილ ფედოროვს უნდოდა ომის სამინისტროს შექმნა, რათა სრულად დაეპყრო ხელისუფლება, მაგრამ პრეზიდენტმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა. ზელენსკიმ ახსნა, რომ თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია უზრუნველყოფაზე, მაშინ როცა არმიის მართა უნდა დარჩეს ცალკე ფუნქციად, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მისი თქმით, პირველი საუბრის შემდეგ ფედოროვმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი გაიგო, თუმცა მოგვიანებით იგივე მიზნის მიღწევა უკვე არაპირდაპირ სცადა. შემდეგ ზელენსკის ციტატა: "მე მას, ანუ მიხაილ ფიოდოროვს, კიდევ დასაწყისში დაურეკე და უთხარი: ომის სამინისტრო, როცა მთავარსარდალი არ არის, ხოლო გენშტაბის უფროსი ფაქტობრივად შენს დაქვემდებარებაშია, ამ პრეზენტაციას დაივიწყე. იყო ასეთი პრეზენტაცია ომის სამინისტროზე. მან მიპასუხა: "გაგიგეთ." თუმცა მოგვიანებით ფიოდოროვმა დაიწყო სხვა გზების ძიება, რათა იგივე მიზისთვის მიეღწია. და ინტერვიუს ბოლოს BBC-სთან მიხაილ ფიოდოროვმა ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატა თქვა, რომელიც მთლიანად ცვლის ამ დაპირისპირების რიტორიკას. მან უარყო უშუალო პოლიტიკური ამბიციების არსებობა, მაგრამ არ გამორიცხა მომავალში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობა. და ამ გამოშვებას დავასრულებ მიხაილ ფიოდოროვის ციტატით. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მალე შევძლებთ ამ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის აღდგენას. რამდენი ენერგია დამრჩება, შევძლებთ თუ არა ჩემი გუნდის შენარჩუნებას, შევძლებთ თუ არა თავად ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, შევძლებთ თუ არა პრეზიდენტის ამ თანამდებობას გავართვა თავი თუ არა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ის, თუ მეტყვიან თუ არა ხალხი. დიახ, შეგვიძლია გენდოთ ამ საქმის შესრულებაში. აქ წერტილებს დავაგანებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ვილაქს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.